ხშირი შეცდომა ურთიერთობებში მამაკაცის მხრიდან მამაკაცი პრობლემაზე საუბარს ან მოსმენას იწყებს მაშინ, როდესაც ეს უკვე ქალისთვის საინტერესო აღარ არის და როდესაც ქალს უკვე აღარ აქვს რესურსი ისაუბროს ამ პრობლემაზე, მოусმინოს და დიდი ალბათობით უკვე ქალი მამაკაცის მიმართ არის სრულიად გაციებული, ანუ გაყინული და დიდი ალბათობით შესაძლოა რომ არა ის რომ მას გრძნობები აღარ ქონდეს, არამედ უკვე იმდენად დადრკუნა საკუთარ თავში ეს გრძნობაც, ეს ემოციაც და იმის სურვილიც რომ პრობლემა მოგვარდეს, უკვე აღარ სურს მამაკაცის მოსმენა. ხოლო მამაკაცი თავდაპირველ ეტაპზე აკეთებს ყველაფერს, რომ უბრალოდ არ მოისმინოს, გაიქცეს ამ პრობლემისგან და ცდილობს რომ მოგვარდეს ეს ყველაფერი კომუნიკაციის გარეშე, რადგანაც ძალიან ხშირ შემთხვევაშია ეს საკითხი, რომ არ უნდა მოსმენა, არ უნდა ასე რომ ვთქვათ ბრჭყალებში თავის ატკიება და დალაგება, მოგვარება ამ საკითხის და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ თითქოს რაღაცნაირად თავისით დალაგდება პრობლემები. თავისით არასდროს დროს არ ლაგდება, სჭირდება ყველაფერს სწორი კომუნიკაცია, მოსმენა და რაც ხშირად სამწუხაროდ უმეტეს შემთხვევაში მამაკაცის პრობლემა არის ის, რომ არ უნდა მოსმენა და მოგვარება და ყოველთვის თითქოს ქალი არის პრეტენზიული და რაღაცნაირად ქალს გონიათ, რომ ქალს სიამოვნებს და უყვარს პრობლემებზე საუბარი. არა, ქალი საუბრობს იმიტომ, რომ თქვენი ურთიერთობები იყოს მეტად დალაგებული და ჰარმონიული, ამიტომ მამაკაცებო გირჩევთ, რომ მოусმინოთ ქალბატონებს, დაამყაროთ სწორი კომუნიკაცია და ისაუბროთ თუ კი არის თქვენ შორის პრობლემები და არა იმ დროს, როდესაც უკვე ქალი ყველანაირ რესურსს ამოწურავს, მას უკვე აღარ სურს აღარაფრის მოსმენა, ასეთ დროს ძალიან გვიანდება ხოლმე ეს ყოველივე. გირჩევთ მამაკაცებო, მოусმინოთ თქვენ პარტნიორებს.